რამდენიმე დღის წინ Emma Stone-მა Meryl Streep-ის რეკორდი გააუმჯობესა და 37 წლის ასაკში გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ამ ასაკში ოსკარის 7 ნომინაცია დაიმსახურა. ამავე რაოდენობის ნომინაციამდე Meryl Streep-მა 38 წლის ასაკში მიაღწია 1988 წელს და უკვე თითქმის 40 წელია რეკორდი ხელუხლებელი იყო, ვიდრე კინოეკრანებზე 21 საუკუნის საუკეთესო მსახიობი Emma Stone არ გამოჩნდა. წელს ახალგაზრდა მსახიობს ბუგონიაში შესრულებული როლისთვის აქვს შანსი Meryl Streep-ის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეოროს და მესამე ოსკარის მფლობელი გახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში Meryl Streep-ი რჩება აბსოლუტურ რეკორდსმენად. მას კარიერის განმავლობაში 21 ნომინაცია აქვს ოსკარზე და ჯერჯერობით მასთან ახლოსაც კი არავინაა. შედარებისთვის მეორე ადგილოსან კეტრინ ჰებმერს და ჯეკ ნიკოლსონს 12 ნომინაცია აქვს, რაც Meryl Streep-ის რეკორდს კიდევ უფრო დაუჯერებელს ხდის. ასევე საინტერესოა, რომ Meryl Streep-მა 21 ნომინაცია დაიმსახურა როგორც მსახიობმა, Emma Stone-ის შემთხვევაში კი მას 5 ნომინაცია ერგო როგორც მსახიობს, ხოლო 2 როგორც პროდიუსერს. მთავარი როლის შესრულებასთან ერთად ის იყო პროდიუსერი ფილმებისა ბუგონია და ცოდვილი. და მაინც აქვს თუ არა Emma Stone-ს შანსი Meryl Streep-ის ეს რეკორდის გაიმეოროს ან საერთოდაც გააუმჯობესოს. მიღებულია მოსაზრება, რომ Stone-ის გარღვევა იყო ვიჩიტას როლი რუბენ ფლაიშერის ფილმში ზომბილენდი, მაგრამ იმავე 2009 წელს მსახიობმა კიდევ ერთ სურათში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თავად კარიერაში ლამის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად მიიჩნევს. კირან და მიშელ მალრუნების ქაღალდის ადამიანი Stone-ის პირველი დრამატული როლია, რომლის წყალობითაც მსახიობამ საკუთარ თავსა და სამყაროს დაუმტკიცა, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ კომედიური როლის შესრულება, არამედ მზად არის სერიოზული, დრამატული, შესაძლოა ტრაგიკული გმირების განსახიერებისთვისაც. მალრუნის ფილმში Stone-მა ითამაშა პროვინციელი სკოლის მოსწავლე ები, რომელიც ეცნობა კრიზისში მყოფ მწერალს და ეხმარება მას შთაგონების დაბრუნებაში. ახლა ცოტას თუ ახსოვს ქაღალდის ადამიანი, სხვათა შორის არ არის ცუდი ფილმი. Emma Stone ხშირად ახსენებს ამ კინოსურათს ინტერვიუებში და სიტყვოთი იხსენებს გადაღებებზე გატარებულ დროს. 2017 წელმა კი Emma-ს ცხოვრება მანამდე და შემდეგ პერიოდებად დაყო. დემიან შაზელის საკულტოდ ქცეულმა მიუზიკლმა მსახიობს ერთბაშად 4 გამარჯვება მოუტანა. ბრიტანეთის აკადემიის და ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრიზები, ოქროს გლობუსი და ნანატრი ოსკარი. საზოგადოებრივმა აღიარებამ Emma-მ მხოლოდ უფრო მეტად წაახალისა. მან გააცნობიერა, რომ მზად არის ექსპერიმენტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Emma Stone ადრეული ასაკიდან დაკავებული იყო ცეკვითა და სიმღერით და ბროდვეიზე კაბარეშიც კი გამოდიოდა, მას დასჭირდა უზარმაზარი ძალისხმევის გაღება, რათა მიეღწია საჭირო შედეგებისთვის ოსკაროსანი La La Land-ის გადაღებებზე. 2 წლის განმავლობაში Stone რეგულარულად ამჟღავნებდა ფოლადის გამძლეობას რეპეტიციებზე, იცავდა სპეციალურ დიეტებს, იღებდა ვიტამინებსა და ბალახეულ ნაყენებს. არანაკლებ სერიოზული იყო მიდგომა შემდეგი ფილმის მიმართ. 2017 წელს ეკრანებზე გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი სქესთა ბრძოლა. სურათის საფუძველია ლეგენდარული მატჩი დიდ ჩოგბურთში, რომელიც 1973 წელს გაიმართა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, 55 წლის ბობი რიქს და ქალ ჩოგბურთელ 29 წლის ბილი ჯინ კინგს შორის. ლეგენდარული სპორტსმენის როლის შესასრულებლად Emma Stone-მა თავად 73 წლის ბილი ჯინთან ერთად მრავალი თვე გაატარა სპორტ დარბაზსა და ჩოგბურთის კორტზე. კიდევ ერთი ახალი და მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მის სამსახიობო კარიერაში რეჟისორ იორგოს ლანთიმოსის გაცნობის შემდეგ იწყება. Emma Stone-მა ბერძენი რეჟისორის 4 ფილმში მიიღო მონაწილეობა, 3 ნომინაცია დაიმსახურა ოსკარზე და 1 გამარჯვება. წელს კი, როგორც უკვე ვახსენე, აქვს შანსი რეჟისორთან ერთად მეორე ოსკარიც მოიპოვოს ბუგონიაში შესრულებული როლისთვის. მივყვეთ თანმიმდევრულად. 2018 წელს კინოგაქირავებაში გამოვიდა იორგოს ლანთიმოსის ისტორიული დრამა ფავორიტი, რომელსაც Emma Stone ერთ-ერთ საყვარელ სურათს უწოდებს. ჩემთვისაც მაგალითად Emma Stone სწორედ ამ ფილმის შემდეგ გახდა ფავორიტი მსახიობი და შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ მისი არც ერთი როლი არ გამომიტოვებია. ფილმის მოქმედება მე-18 საუკუნის დასაწყისში დედოფალ ანას მმართველობის პერიოდში ვითარდება. აქ Stone-მა პირველად ითამაშა გმირი, რომლის ღიმილის მიღმაც რაღაც დემონური იმალება. ფილმის ცენტრშია დაუნდობელი კონკურენცია ძალაუფლების მოსაპოვებლად, სადაც მთავარი პრიზი დედოფალი ანას კეთილგანწყობაა. კონკურენცია მიმდინარეობს 2 ქალს, ამბიციურ არისტოკრატ სარა ჩერჩილს, რეიჩელ ვაისის შესრულებით და გაღატაკებულ აზნაურ აბიგეილს შორის. ამ უკანასკნელის როლს Emma Stone თამაშობს. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ორივე მხარე იყენებს დედოფლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიზუსტეებს. კონკურენცია 2 ქალს შორის საბოლოოდ გადადის ყოველგვარ მორალურ ზღვარს და წარმოუდგენელ სიგიჟეებს აღწევს. რაც შეეხება Emma-ს ამ როლისთვის ბრიტანული აქცენტი რომ აითვისებინა, ის საზოგადოებაშიც ამ აქცენტით საუბრობდა, სანამ თავად ბრიტანელმა რეიჩელ ვაისმა არ აღიარა, რომ Emma-ს აქცენტი ბევრად უფრო ავთენტური იყო, ვიდრე მისი.
ფავორიტი გახდა სტოუნის პირველი ფილმი, რომელშიც მსახიობის შიშველი გადაიღეს. მან ეს გადაწყვეტილება დიდწილად საკუთარი თავის გამო მიიღო. წლების განმავლობაში სტოუნს ესმოდა კრიტიკა მისი მისამართით. ზედმეტად გამხდარი ხარ, ჭამე რამე, ავადმყოფიზიერი გაქვს. სტოუნს არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ მას აშფოთებს ის რეალობა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სხვისი თავდაჯერებლობის წაშლა ერთი დაუფიქრებლად ნასროლი ფრაზით. გადაწყვიტა რა, რომ აღარასოდეს ყოფილიყო კომენტატორთა ტყვეობაში 2003 წელს გამოსულ იორგოს ლანთიმოსის კიდევ ერთ ფილმში. საბრალო არცევებში ის არამხოლოდ შიშველი გადაიღეს, არამედ მონაწილეობა მიიღო ბევრ სექსუალურ სცენაშიც. ამ ფილმში შესრულებული როლი ემა სტოუნის კარიერაში ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე ძლიერი პერფორმანსია. 2023 წელს ამ ფილმში შესრულებულმა ბელა ბაქსტერის როლმა მსახიობს მეორე ოსკარი მოუტანა. ფილმის მთავარი გმირი ბელა ბაქსტერი არის ადამიანი, რომელიც სამყაროს ყოველგვარი წინასწარ განწყობის, სოციალური ნორმებისა და სირცხვილის გრძნობის გარეშე ეცნობა. ლანთიმოს სურდა ეჩვენებინა თუ როგორი იქნებოდა ქალი, რომელსაც საზოგადოებამ ვერ მოახვია თავს თავისი წესები. ამ ფილმში დავინახეთ ემა სტოუნის უნარი ორგანულად და დამაჯერებლად ასახოს პიროვნების სრული ევოლუცია, ჩვილი ბავშვის არაკოორდინირებული მოძრაობებიდან და პირველყოფილი ინსტინქტებიდან დახვეწილ, ინტელექტუალურ და დამოუკიდებელ ქალამდე. მისი თამაში გამოირჩევა გამბედაობითა და აბსოლუტური ფიზიკური თავისუფლებით, სადაც ყოველი ჟესტი, სიარულის მანერა და მეტყველების განვითარების ეტაპი ზუსტად არის გათვლილი, რათა გადმოსცეს პერსონაჟის სამყაროსთან შეჯახების პროცესი ყოველგვარი სოციალური ფილტრის გარეშე. სტოუნი ახერხებს იყოს ერთდროულად კომიკურიც და ტრაგიკულიც, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს ბელას თვალებით დაინახოს საზოგადოებრივი ნორმების აბსურდულობა. ეს ფილმი თავიდან ბოლომდე ემაზე დგას და მის გარეშე რომ ასე წარმატებას ვერ მიაღწევდა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. 2022 წელს ემა სტოუნი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე მთავარი როლისთვის კრეიგ გოლესპის ფილმში კრუელა. სურათი გვიჩვენებს დისნეის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტის წინაერე ისტორიას. ჟურნალისტი ემა ჯეიკობსი წერს, რომ ჰელენ ოჰარას წიგნში ქალები ჰოლივუდის წინააღმდეგ, ქალების დაცემა და აღზევება კინოში, ემა სტოუნის წარმატება უპირველეს ყოვლისა განესაზღვრება მისი წარმატებული არჩევანით, შეუთავსოს კომერციული შეთავაზებები საავტორო კინოს. ყოველ საოცარ ადამიან ობობას და კრუელაზე მოდის თავისი ფავორიტი და ბერდმენი. ჯეიკობსის აზრით ეს არის ბალანსი, რომლის მიღწევასაც ცდილობს ყველა პოტენციური პირველი სინჯის ვარსკვლავი. რაც შეეხება იორგოს ლანთიმოსისა და ემა სტოუნის ბოლო ერთობლივ ნამუშევარს ბუგონიას, ამ როლისთვის ემა სტოუნს თავის გადაპარსვა მოუწია, თურმე ემას რეჟისორ ლანთიმოსისთვის უთქვამს, იმ შემთხვევაში გადაიპარსავდა თმას, თუ თავად რეჟისორიც იგივეს გააკეთებდა, რაზეც ლანთიმოსი არც კი დაფიქრებულა. Where's my hair? ფილმი მოგვითხრობს ორ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ მამაკაცზე, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მსხვილი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი სინამდვილეში დედამიწაზე შემოჭრილი უცხო პლანეტელია. ისინი იტაცებენ მას და ცდილობენ აიძულონ აღიაროს თავისი ნამდვილი ვინაობა და შეაჩეროს პლანეტის განადგურება, რომელიც მათი აზრით უახლოეს დღეებში იგეგმება. ფილმი ბუგონია იორგოს ლანთიმოსის კიდევ ერთი სურეალისტური და შავი იუმორით გაჯერებული პროექტია, რომელიც სამხრეთ კორეული ფილმის გადაარჩინე მწვანე პლანეტას რიმეიქს წარმოადგენს. ფილმი იკვლევს როგორ იბადება და იდგამს ფესვებს რადიკალური რწმენები. რეჟისორი გვიჩვენებს სამყაროს, სადაც ადამიანები იმდენად არიან გაუცხოებულნი რეალობისგან, რომ ყველაზე აბსურდული თეორიაც კი მათთვის ერთადერთ ლოგიკურ ახსნად იქცევა. ხით ჩატეხილობა. გადაცებული ბიზნესმენი განასახიერებს ელიტას, რომელსაც უბრალო ხალხი ხშირად აღიქვამს როგორც რაღაც უცხოს, არაადამიანურს და მავნებელს. ლანთიმოსი დასცინის ამ დაპირისპირებას და გვიჩვენებს, რომ ორივე მხარე თავისებურად გიჟურია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არც ემასთვის და არც ბერძენი რეჟისორისთვის ბუგონია ნამდვილად არ არის საუკეთესო ნამუშევარი მათ კარიერაში, ამიტომ რამდენად აქვს ბუგონიაში შესრულებული როლისთვის ემა სტოუნს მესამე ოსკარის მოგების შანსი რთული სათქმელია. ამას უკვე 17 მარტს გავარკვევთ. ემა სტოუნი დაიბადა არიზონას შტატის ქალაქ სკოტსდეილში 1988 წელს. 11 წლის ასაკში ემა პირველად დადგა თეატრის სცენაზე. ემილი სტოუნი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც ერთხელ ისტორიის გაკვეთილზე მიხვდა, რომ სურდა არამხოლოდ ადგილობრივ არიზონულ თეატრში თამაში, არამედ დიდ კინოში გადაღებაც. სად არის ყველაზე მეტი შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესში. იდეა მას გიჟურად და ამავდროულად მეტისმეტად მიმზიდველად მოეჩვენა. საქმე მცირედზე იყო დამოკიდებული და ერწმუნებინა მშობლები მათი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ გადაწყვეტილებაში. რათა წინასწარ მომზადებული სიტყვის წარმოთქმისას არ ატირებულიყო, გოგონამ გული და სული ჩადო PowerPoint-ის პრეზენტაციაში სახელწოდებით პროექტი ჰოლივუდი. მადონას ჰოლივუდის ჰანგების ფონზე მშობლები გაეცნენ შვილის არგუმენტებს და დარწმუნდნენ. 15 წლის შესრულებისთანავე 2004 წელს ემილი დედასთან ერთად ჰოლივუდში გადავიდა, რათა კასტინგებზე ევლო და სანატრელი თქვენ მიღებული ხართ მოესმინა. სანამ მამა სამშენებლო ბიზნესს აგრძელებდა, დედა და შვილი დაუღალავად დადიოდნენ კასტინგებზე. პირველი 3 თვე ემამ სერიალების სინჯებში გაატარა, თუმცა კვლავ და კვლავ უარს იღებდა. Thank you. I can do it a different way. No, that's fine. Thank you very much.
დადგა მომენტი, როცა ოჯახმა ემას არიზონაში დაბრუნებაზეც კი დაიწყო ფიქრი. განზრახვის სერიოზულობის დასამტკიცებლად ემამ გადაწყვიტა თავად გადაეხადა ლოს-ანჯელესში ცხოვრების საფასური და ძაღლების საკონდიტეროში მოეწყო სამუშაოდ. დიდი კონდიტერის კარიერა ვერ აიწყო. რაღაც დროის შემდეგ გოგონა გაათავისუფლეს. 2007 წელს მან ითამაშა პირველი მთავარი როლი გრეგ მოტოლას კომედიაში Superbad. 2009-ში ერთდროულად 3 პროექტის ნაწილი გახდა, რომელთაგან ერთმა რუბენ ფლაიშერის სისხლიანმა კომედიამ ზომბილენდმა გზა გაუკაფა პირველი პრემიებისკენ. Easy Aim ემას ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა, ხოლო ნარკოდამოკიდებული შვილის როლმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმში Birdman-ი პირველი ნომინაცია ოსკარზე. სრულმეტრაჟიან კინოში დებიუტამდე ემამ გრძელი 4 წელი განვლო. მსახიობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდა ყველა სოციალურ ქსელზე უარის თქმა. ცნობილია, რომ ბავშვობაში ემას თოუნი პანიკური შეტევებისგან იტანჯებოდა. მომატებული შფოთვის გამო ის ხშირად დედას ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდა, ეშინოდა სახლის ღრუბლზე გადაბიჯების. 9 წლის ასაკში მშობლებმა ემა ფსიქოთერაპევტთან გაგზავნეს, რომლის დახმარებითაც მსახიობმა პატარა წიგნიც კი დაწერა. მე ჩემს შფოთვაზე მეტი ვარ. ემა კედლიშენებას ახლაც აგრძელებს, ის არ მართავს სოციალურ ქსელებს, არ უყვება ჟურნალისტებს პირად ცხოვრებაზე და ზოგადად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. სწორედ ამიტომ გულშემატკივრებმა დიდხანს არ იცოდნენ, მაგალითად, რომ მსახიობი სცენარისტსა და რეჟისორ დეივ მაკკერიზე დაქორწინდა საჯარო სივრცეში, ახლაც არ არსებობს თითქმის ფოტოები ცერემონიიდან. ხოლო როდესაც მსახიობმა ქალიშვილი გააჩინა, გოგონას სახელი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ამჟამად 37 წლის ემა სტოუნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობია. ის წარმატებით უთავსებს სამსახიობო და პროდიუსერულ მუშაობას ქველმოქმედებასთან, აქტიურად გამოდის სექსიზმის წინააღმდეგ, მხარს უჭერს მამაკაცებისა და ქალების თანაბარ ანაზღაურებას. მის ცხოვრებას ვერ უწოდებთ უღრუბლოს, მაგრამ ემა არასოდეს ივიწყებს პატარა 14 წლის ემილის, რომელმაც დამაჯერებელი PowerPoint პრეზენტაცია შექმნა და არ წააგო. მაშინაც კი თუ დაბრკოლება დაუძლეველი ჩანს, მსახიობი დამაჯერებლად მიიწევს წინ. იმისათვის რომ ეს დამაჯერებლად მივიწევდე წინ, გამოვიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და იმედია დღეს მაინც აღარ გაგიჩნდებათ კითხვა. რას ვუყურო?